თურქეთის ქართველებიდან ვარ, თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ერთ-ერთი მოქმედი ლიდერი გახლავართ. ჩემი 40 წლის მოღვაწეობის ძირითადი მიზანი ეს იყო, რომ თურქეთში შენარჩუნებული ყოფილიყო ქართული იდენტობა და მშობლიური ენა. 2016-დან უკვე ეს ორმაგი მოქალაქეობის საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის თემაზე გადავწყვიტი, იმიტომ რომ მე შევაფასე, რომ ერთ-ერთი ის ინსტრუმენტი იყო, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის დამახასიათებელი, წამახალისებელი და ქართული იდენტობის შენარჩუნებისათვის ერთ-ერთი გასაღები. ვიყავი სასამართლოებში, სამჯერ უარი მითხრა ქართული ოცნებამ, 5 წელი გაგრძელდა ჩემი ადმინისტრაციულმა, მაინც უზენაესმა უარი მითხრა, მაგრამ რა კარგია, რომ შარშან 10 წლის წინანდელი სააგენტოს გადაწყვეტილებისთვის ახალი საჭიროარი დააკმაყოფილა თბილისის სასამართლომ და ისაც წარმოებაში მიღებულია. მე შარშან მარტიდანვე კი დავდიოდი მიტინგებში, სულ სტუდენტებთან ვიყავი, მაგრამ ამ ბოლო ხანში უკვე ეს ახალი ტალღა რო ის იქნა, უკვე მე ჩემი საჭირო ჩავთვალე, რომ უფრო წინა პლანზე გამოსული ვიყავი და ჩემო ბატონო პასუხისმგებლობა რო ამეყო და ასეთი მნიშვნელოვანი პერიოდში ჩემი სამშობლოს ხალხთან, ახალგაზრდებთან, რომელსაც უნდათ სამომავალოდ ევროპის კავშირში გაწევრიანება და თავისუფლება იმ ხალხის გვერდით დგომა საჭირო ჩავთვალა და იმიტომ ინიციატივა ავიღე და უფრო წინა პლანზე გამოვედი და თან სიმბოლოც გავხდი, რომ აი ჩემთვის სიამაყე ახლა აჭარაში ბათუმში მიტინგების მეტროში რო მიზახიან, რა ვიცი მე თუ მეკითხებით ჩემი წინაპრების 150 წლის წინ ქობულეთის ხინოდან თურქეთში წასული ფარცაში ჩასახლებული ქათამადე და ოჯახის ახლა მეოთხე დაობოვარმე, ჩემი წინაპრები ალბათ ძალიან ბედნიერებაში არიან ახლა მე რომ ხედავენ, იმიტომ რომ იმათის მიერ ჩემზე გადმოცემული ქართული გენი ხივის ახლა და ეგ მე მათი მოვალეობას დავალიანებას ვასრულებ ახლა ქუჩაში სამშობლო სადარაჯოზე ვარ საქართველოს. ქართული ოცნება რუსეთში მოვიდა, ერთი კაიხანით მე რომ ვაპირდებოდი დამალა რუსეთთან რამე ურთიერთობას ვერ შევამჩნიეთ დამალა 2018-მდე, ისე იგი არც ივანიშვილმა არც ერთხელ სიტყვა რუსეთი არ გამოიგონა და არ თქვა და არც რუსეთისკენ შეტრიალდა. თუმცა აი 2018-ის შემდეგ უკვე ნელ-ნელა ნიღაბი ჩამოიღეს და მათი ნამდვილი სახე აჩვენეს საზოგადოებას. პირველ რიგში აი რო პირდებოდნენ და 30 წლის განმავლობის მიზანი რო იყო ყველა ხელისუფლების ევროპის კავშირში გაწევრიანება, აი იმაზე უარი თქვეს და მერე კონსტიტუციის ჩარჩოიდან გამოვიდნენ, კანონმა უზენაესობა დაკარგა და ადამიანთა უფლებების დარღვევაზე გადავიდნენ, აი მშვიდობიანი მომიტინგების ცემატყეპა დაიწყეს და რა ვიცი წამება დაიწყეს თურქეთის სამწუხაროდ.